შენ გოლზე რა სიტყვი PSG-სთან და იმ მომენტზე? ხელამე კარი ვარ და ეგრე და გავიცინე. ვინ იყო ჟორჟ მიქაუტაძისთვის ბავშვობის საფეხბურთო გმირი? მე სულ რონალდოს უყურები. ჟორჟ, როგორ ხარ პირველ რიგში? როგორ გაატარე ახალი წლები? კარგად, ძალიან კარგად, ოჯახთან ერთად. ოჯახთან ერთად შეხვდი და ტრადიციული საახალწლო სუფრა გქონდა? კი, დედა ჩემ და იგრევე ვარჯიში, ხო? და იგრევე ვარჯიში, ხო? და ეხა მორჩი ვარჯიშს, როგორ კონდიციებში ხარ, როგორ ივარჯიშებ, რამდენად კარგად გრძნობ თავს? კარგად თავართ. მე 3 დღეა დავიწყეთ ვარჯიში და კარგ კონდიციონებში ვართ და ველოდებით ეს თამაშს. მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება ალბათ სეზონის ახლა თქვენთვის. ლიონი ამ მომენტისთვის 20 ინტერვიუს წერთ მეხუთე პოზიციაზეა და ჩემპიონთა ლიგის ადგილებს უტევთ. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სეზონი 4-ში დაასრულოთ? ჩვენი ობიექტივი არის ეგ, რომ დავამთავროთ 4-ში, ჩემპიონთა ლიგაზე რომ გავიდეთ. და შენ პირადად ფანტასტიურ ფორმაში ხარ ბოლო პერიოდში, 5 გოლი გაიტანე ბოლო 6 შეხვედრაში. მანამდე გიჭირდა გოლების ხრივ, ადაპტაციის პერიოდს გადიოდი და აი ახლა თითქოს უკვე უახლოვდებით იმ სურათს, სადაც ნამდვილ ჟორჟ მიქაუტაძეს ვხედავთ. რა შეიცვალა ამ პერიოდში, როგორ დადექი ამ კურსზე? დიდი არაფერი, გოლები შეიცვალა მარტო ის პატარა ადაპტაცია მჭირდებოდა, ხო იცი, ახალი მოთამაშეებთან ერთად რომ გაიგოთ ერთმანეთი მოედანზე. ეგ გავიარე ახლა და გახარებული ვარ, რომ ახლა გოლებს ვიტან და სულ ყველაფერი კარგად არის და კარგად იქნება. რამდენიმე ტაქტიკაში მოისინჯე ამ სეზონში ლიონში. იყავი 2 ფორვარდიან სქემაშიც და იყავი 4-3-3-ში, ფლანგზეც გითამაშია, ფორვარდადაც გითამაშია მარტო. რომელი ტაქტიკური ფორმატი არის შენთვის ყველაზე მისაღები? ან რომელში გზნობ თავს ყველაზე კომფორტულად, როცა თავდამსხმელთან ერთად თამაშობ დუეტში თუ როცა მარტო ხარ ფორვარდად? უფრო მარტო, მაგრამ შემიძლია და მომწონს 2 თავდამსხმელი რო ვართ წინ. შემიძლია ორივე რო ვითამაშო. ნაკრებში ხო, ნაკრებში ცოტა განსხვავებული სურათია ფორმატის მხრივ, მაგრამ ხედავთ შენ პლუსებს ორივე სქემაში რეალურად გაქვს ის უნარები, რომ ორივე სქემაში ითამაშო შესაბამის დონეზე. შეგიძლია მოგვიყვე ლიონში როგორ დაბრუნდი, როგორ შედგა ეს ტრანსფერი? ზაფხულში არაერთი ჭორი იყო და ბოლოს აარჩიე შენი ბავშვობის კლუბი. იყო ბევრი კლუბები, მე ვთქვი რომ საფრანგეთში მინდოდა დარჩენა. იყო ვიცით მონაკო და სხვა კლუბები, მაგრამ ველოდებოდი მე ლიონის შემოთავაზება. და რომ მოვიდა უთხრა ჩემ აგენტებს რომ ლიონში მინდა და აქ მოაწერეთ ხელი. და ლიონთან ერთად აშკარა გაუმჯობესების გზას დაადექით. აი, რა დაიწყო სეზონის სტარტი, რატომ გამოდგა რთული და აი ახლა რა ხდება ისეთი, რომ ხედავთ აი რეალურ ლიონს, რომელიც თავდაჯერებულია, დამეჯერებლად გამოიყურება. რა შეიცვალა თუნდაც მწვრთნელის მიდგომაში ამ პერიოდში? ძალიან არ როგორცა თქვი ის პატარა ადაპტაცია სულ ყველა ერთად გვინდოდა და ეს 3-4 თამაში პირველი რო დავიწყეთ ცოტა არ ვიცნობდით ერთმანეთს და ეხლა ვარჯიშებზე კიდე უფრო კარგად ვარჯიშობთ ერთად და ვიცნობ და კაია ჩვენთვის და გვინდა რომ 4-ში რო დავამთავროთ ჩემპიონთა ლიგისთვის. შენი პირადი მიზნები რა არის ამ სეზონის ბოლოს? ხო იცი, აი ახალ წლებს ყველა რაღაც სურვილს ვიფიქრებთ ხოლმე და ვამბობთ რომ აი შემდეგი წელი ჩემთვის უნდა იყოს ასეთი. შენ კითხავ სეზონის ბოლომდე. აი რა მიზნები გაქვს ჟორჟ მიქაუტაძე სეზონის ბოლოს, სად გინდა რომ იყო, როგორ მდგომარეობაში, რამდენი გატანილი გოლით და ასე შემდეგ. რამდენი გოლი არ ვიცი, ბევრი არ მინდა რომ ვთქვა ერთი ან 20 ან 25 რომ იქამდე რომ მივიდე და გავჩედე, არ მინდა რომ მაქსიმალურად გავაკეთო ყველაფერი აქ და ნაკრებშიც.
კვალიფიკაციები გვაქვს მონდიალზე ნაკრებთან ერთად, რომ მივახციოთ მაგარი იქნება სოყოლასთვის საქართველოში. აქ ხო ვთქვით 4-ში რომ დავამთავროთ და ჩემთვის გოლები და თამაში უფრო და უფრო. შენ ლიონში დაიბადე და შენ ბავშვობაში ლიონი იყო გრანდიოზული გუნდი. ძალიან დიდი გუნდი იყო, რომელიც მუდამ ახერხებდა რომ გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგიდან თუნდაც ისეთი გუნდები, როგორც მადრიდის რეალი იყო. მადრიდის რეალს სისხლს უშრობდა ლიონი წლების განმავლობაში და იმ პერიოდში რამდენად ადევნებდი თვალს ლიონს და ვინ იყო შენთვის გამორჩეული მოთამაშე მაშინდელი ლიონიდან? მაშინდელი იყო ლოპესი, თავდასხმელი იყო ლისანდრო ლოპეზ. კი უყურებდი პატარაობიდან, სულ დავდიოდი სტადიონზე, ან რო ვერ ვახერხებდი წასვლა სტადიონზე, ტელევიზორში მამაჩემთან ერთად სულ უყურებდი. და ეგრე იყო. ამ ძველ სტაჯერლანზე ხშირად მიდიოდა ჟორჟ მიქაუტაც. კი, მშვენიერ პერიოდი იყო და ახლაც რომ უყურებ ლიონს, როგორც ქალაქს, ძალიან საფეხბურთო ქალაქია. თითოეული ადამიანი, რომელიც ქუჩაში გვხვდება, ყველა მიცის, რომ თქვათ არის სათამაშო დღე, თამაშებით ან სენტ-ეტიენს ან ვინმეს და ეს გამორჩეული შეგრძნება არის, როცა ეგეთ სპორტულ ქალაქში ცხოვრობ და რა გამოარჩევს ლიონს, აი რა ხდის ეგეთ ქალაქს? რატო არის ყველა ამდენად ფეხბურთზე შეყვარებული ქალაქ ლიონში, როგორ გონია? უყვართ ძალიან ეს ფეხბურთი, სულ ჩვენს უკან არიან და სულ ყველაფერს აკეთებენ, რომ გაგვახარონ და რომ მოტივაცია მოგცენ მაქსიმალურად. და ჩვენ სულ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დაუბრუნოთ მოედანზე. აი ჩვენი გუნდი ვიყავით წამოსულები დერბი რონის დერბი რომ იყო ლიონის სენტ-ეტიენი შევხვდით იქაც და მატჩის წინა დღეს ფანებმა მოგიწყეს არანორმალური პერფორმანსი ეგეთი რამე იშვიათი სანახავია ხო ძალიან შთამბეჭდავი იყო და იქ ვარჯიშობდით ჩვეულებრივად აგრძელებდით პროცესს და რამდენად მოგცა მოტივაცია მაგ მომენტმა რომ და ალბათ გუნდზეც როგორც აისახებოდა ხო დადებითად აისახებოდა ეგ მომენტი და რამდენად მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი შეიძლება ყოფილიყო ეგ თქვენთვის მაქსიმალურად, იმიტომ რომ ხედავ ამდენი ხალხი რომ მოდის და თქვენს უკან არის და სულ ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორც თქვი მოტივაცია მოგცენ, რომ ეს თამაში მოიგო, სულ ყველა მოთამაშე 100%-ზე არიან და კარგი არის. შენ ურთიერთობას მინდა კითხო პიერ საჟთან. აი იმ მატჩს მე ლიონის სენტ-ეტიენის მე მაგარი ვიდეოც გავრცელდა ერთად რომ აღნიშნავდით შენ და პიერი. ხო, კაი მომენტი იყო ძალიან და როგორი ურთიერთობა გაქვთ ამ ეტაპზე? რამდენად კარგად უგებთ ერთმანეთს? როგორ მიდის საერთოდ შენი და მისი პროცესი ერთად მუშაობის და რამე ისეთი განსაკუთრებული კარგი რჩევა ხო არ მოგცა, რომელიც დაგამახსოვრდა ესე გამორჩეულად? კარგად ვიგებთ ერთმანეთს არ არის არაფერი პრობლემა, სულ ყველაფერი კარგად არის და გახარებული ვარ რომ აქ არის ჩვენთან და კი მელაპარაკება ზოგჯერ მელაპარაკება და მეც მელაპარაკები და ვნახავთ როგორ იქნება ეს მეორე ეტაპის სეზონი. უკვე ძალიან ბევრ გუნდთან მოახერხე მოასწარი თამაში საფრანგეთში და ბევრ გასვლით სტადიონზე იყავი. ვინ არის შენი საყვარელი ოპონენტი ლიგა 1-ში გუნდი? აი ყველაზე მეტად ვისთან გიყვარს თამაში? ანტეტიენთან. რა თქმა უნდა. კი, განსაკუთრებული გარემო იყო იმ დღესაც და შესაბამისად ქალაქშიც ისეთი გარემოა, რომ აბსოლუტურად ლოგიკური პასუხი არის და შენი ყველაზე რთული მეტოქე ფეხბურთელი ვინ იყო? აი ბევრ მცველთან მოგიწია თამაში უკვე და ყველაზე მეტად ვისთან გაგიჭირდა? ყველაზე ვისთან გამიჭირდა ძალიან არავისთან. ო. მარტივად გაართვი თავი ყველასთან. ხო. და აი გარემო ყველაზე კარგი რომელ გასვლით სტადიონზეა? აქ ლიონში ჯერ არ მითამაშია მარსელთან, მაგრამ
ხალხი და სულ ყველა გვეუბნება რომ მარსელში არის უფრო ისა ატმოსფერა დიდი და ჯერ არ მითამაშია იქ მეც თან ვითამაშე, მაგრამ ერთნაირი არ არის, ხო იცი ლიონი მარსელი სხვა როგორც ლიონი სანტეტინია, ეგრე არის ლიონი მარსელი და ნახავ ფიქრო ჩავალ. შენ გოლზე რა სიტყვი PSG-სთან და იმ მომენტზე ბევრი ისეთი კარგი სახალისო მომენტი კი გამოვიდა საბოლოო ჯამში, მაგრამ რაც არასწორად გაიგეს, ხო მე მგონი მაგ დღეს შენგან. ო, ხო. არ ვიცი რომ გადაუგდე გამეცინა რომ ახლა მეკარე რომ გავარდა ეგრე და გავიცინე და არ ვიცი თუდად მიიღო არა უთხარი რომ მიყვარს და ეგ არის იმას ფეხბურთს თამაშობ ის არის უნდა ითამაშო და იცინო და ის არ არის ისე რომ თუდად ილაპარაკო ან რამე და ვინ იყო ჟორჟ მიქაუტაძისთვის ბავშვობის საფეხბურთო გმირი? აი, რო იზრდებოდი ბავშვობაში, ხომ იცოდი რომ აი რაღაც მომენტში თავდამსხმელად ჩამოყალიბდებოდა. ყველაზე მეტად რომელ თავდამსხმელს უყურებდი შენი ბავშვობის ფეხბურთიდან? მე სულ რონალდოს უყურები. ბრაზილიელს. ფლანგებზე თამაშობდა, მაგრამ მე რო გადავიდა 9 ნომერზე იქ რეალში. კრისტიანოზე ამბობ. კრისტიანო რონალდო. აჰა. მომწონს კიდე სუარეზი, აგუეროს მომწონდა. აი, ყველაზე მეტად დუეტში ვისთან ითამაშებდი? აი, ვისთან გენდომებოდა რომ თავდასხმაში წყვილში გეთამაში? სუარესთან. ო. მაგრამ რაღაცით რომ გავხართ პროფილით ამ რაღაც ერთნაირი სათამაშო მანერა გააქვთ რა? კი, კი. კი, ცოტა ერთმანეთს გავს. ხო, მაგრამ გავიგებდით მე მგონია კარგად მოედანზე. მე სულ წარმომედგინა რომ შენც ყველაზე კომფორტული იქნებოდა წყვილში მაღალ ფორვარდთან თამაში. აი, წარმოვიდგენ ოლივიე ჟირო ან რომელ ლუკაკუ რომ ყავს გვერდზე და თავით ბურთს რომ გიგდებენ და შენ გარბი ხარ Ariel Sirse-ში. კი, შეგვიძლია ეს. შეაფას შენი 20-24 წელი. ჟორჟის საფეხბურთო დონეზე იყო მრავალი რამე მოხდა, ალბათ ყველა საუკეთესო წელი იქნებოდა ალბათ შენ ცხოვრებაშიც საფეხბურთო დონეზე და რომ შეგვიფასო უბრალოდ რა ქულას დაუწერდი შენ თავს, აი 10 ქულიდან რამდენს დაუწერდი შენ თავს? 8. 8. მისაღებია აბსოლუტურად და ამბიციური ამავდროულად. 8, იმიტომ რაღაცა დაგვაკლდა მეცში რომ ჩამოვედით მეორე ლიგაში. მაგრამ აი მეორე ნაწილზე რა სიტყვი ზაფხულიდან მოყოლებული? ზაფხული ფანტასტიკური გქონდა, ხო? ბომბარდირი გახდი ბოლო-ბოლო. ზაფხული საუკეთესო იქნებოდა ალბათ. და შემდგომ ტრანსფერი შენ ბავშვობის საყვარელ კლუბში, შენ ქალაქში, მაღალ ნოტაზე დაასრულე სეზონი თან. კი, ხო. სულ ყველაფერი ის იყო რა, არ ვიცი როგორ გითხრა, ფრანგულად არის les étoiles ils étaient alignés და არ ვიცი ქართულად როგორ გითხრა, მაგრამ წინ და წინ მიდიოდი. კარგად დადგა. აი ყველაფერი შენთვის სასურველად დაიწყო დაახლოებით რაღაც ეგეც მეუბნები როგორც მივხვდი. შენ ევროპის ჩემპიონატზე ბომბარდირობაზე რას გვეტყვი? ანუ რამდენად მალე გაიაზრე, რამხელა მიღწევა დააფიქსირე? ჩემს წარმოუდგენელი იყო, არანორმალური იყო. მე მეგონა რომ ცხოვრებაში ეგეთ რამეს ვერც ვერ ვნახავდი. ჯერ საერთოდ არ მეგონა რომ საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე ვნახავდი და მე შენ ვგახდებოდი ბომბარდირი და როგორ მიიღე ფაქტი? მიღწევა იყო ჩემთვის რომ ამხელა ჩემპიონატზე რო გავხდი ბომბარდირი და პატარაობიდან რო უყურებდი ამ ჩემპიონატებს და დიდ თამაშებს და რო თამაშობ ამ თამაშებს და რო ხდები ბომბარდირი არ ვიცი მაგარი არის და სულ ყველა შენ ქვეყანას რო ასახელებ ეგეც ორმაგ უფრო კარგია.
აი მე წარმოვიდგა იმას, რომ წლების მერე ვიღაც ბავშვი, რომელიც ფეხბურთით დაინტერესდება, შევა ვიკიპედიაზე, იქ ნახავს ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირებს და იქ ნახავს, რომ ჟორჟ მიქაუტაძე 2020 წელს გახდა ბომბარდირი. მაგაზე ძვირადღირებული და ფასეული ცოტა რამაა ცხოვრებაში, ალბათ უდიდესი მიღწევა. კი, მიღწევა, როგორც აქვს ვქიდა, რომ მინდა რომ რაღაცა რომ დავტო ჩემი სახელი ამ ფეხბურთში, მაქედან თქვას რომ დაიწყო მაქედან. ყველაზე მეტად რომელ სტადიონზე გინდა თამაში, სადაც აქამდე არ გითამაშია? კამპნუში. კამპნოუ, ხო? კამპნოუ ჯერ უნდა ააშენონ, ხა რეაბილიტაციას გადის. რო იქნება მერე ახალ კამპნოუზე. სიამოვნებით ნახავდი მეც ფაქცერას, ვერ დაგიბალავ შენ კამპნოუზე, რა ვიცი, ლამაზი იქნება. შენი საუკეთესო მეგობარი ვინაა ფეხბურთში? აი ყველაზე მეტად ვისთან მეგობრობ? აქ ლიონში საიდთან ბენარამათან. მოედანზეც გეტყობათ ხოლმე, ძალიან მეგობრულები ხართ ერთმანეთთან. ხო, კი, კაი ბიჭი არის და აქ რომ მოვიდი ეგი იყო უკვე აქ და როგორ გითხრა რომ ეგრევე გავიგეთ ერთმანეთი. გაუგეთ ხო, ანუ დამეგობრდით მარტივად, შვენიერი. კარგი, ეგ იყო სულ ჩემი მხრიდან. მე ერთს გეტყვი რომ დიდი მადლობა ისაც ჩვენი ქვეყნის ნაკრებისთვის გააკეთე ზაფხულში და რასაც აკეთებ სულ ყოველთვის და დიდი მადლობა იმისთვის ასევე რომ დას განაგრძობდა უკეთესი და უკეთესი ფეხბურთელი ხდებით. იმედია 2025 კიდევ უფრო წარმატებული გექნება და ბევრი გოლები. როგორც გიყვარს, საუკეთესოდ რაც გამოგდის. მადლობა. დიდი მადლობა შენი დროისთვის და კიდევ ერთხელ უდიდესი წარმატებები, აბა. მადლობა, გაიხარეთ. კარგად იყავით. კარგად, შევხვდებით.